ერთი ძმა კითხულობს და ამბობს: გამარჯობა და ღვთისწყალობა და კურთხევა თქვენზე. ის მარიამზე კითხულობს: როგორ მოხდა, რომ მარიამმა ქორწინების გარეშე შვა იესო? ღმერთმა წმინდა წერილში, ყურანში, ახსენა ეს საკითხი. ღმერთმა ყოველი რამისთვის დაადგინა მიზეზი. დიახ, ყველაფერს აქვს მიზეზი. ამას ეწოდება მიზეზ შედეგის კანონი. მაგრამ ღმერთს თავისი ნებითა და სასწაულებრივი ძალით შეუძლია შექმნას მოვლენად ჩვეულებრივი მიზეზ შედეგის წესის მიღმა. ღმერთმა ინება, რომ იესო დაბადებულიყო დედისგან მამას გარეშე, ისევე როგორც მოსეს კვერთხი გველად გადაიქცა. ისევე როგორც სალიხის აქლემი გამოვიდა მთიდან, მთა გაიხსნა და იქიდან გამოვიდა აქლემი. ეს ყველაფერი ღმერთის ნება და სასწაულია. ზოგმა შეიძლება თქვას, ეს არ შეესაბამება მიზეზ შედეგის კანონს. ბავშვს ხომ მამა სჭირდება, მაგრამ ღმერთმა ასე ინება. მან თავისი სულიდან შთაბერა მას. მარიამმა თქვა: ღმერთს შევაფარებ თავს. ხალხმა კი დაადანაშაულა იგი და ცილი დასწამა. უთხრეს: შენი მამა ცუდი ადამიანი არ ყოფილა და შენი დედა გარყვნილი არ ყოფილა. იუდეველები მას ამტყუნებდნენ, მაგრამ ღმერთმა იგი აქცია როგორც გამოცდად, ასევე თავისი ძლიერების სასწაულად. მშრალი ფინიკის ხეც კი მისთვის სასწაული გახდა, როგორც წერილში ნათქვამია: შეარხიე შენკენ ფინიკის ხის რერო.